ხალდავას მაგე. აბა ვინ გამოიცნოთ? არ ამოვიდოს სახელი არ ეხება. და აი აქ ვინ გამოიცნოთ სადავარ. ვინც გამოიცნობს იმას გადაეცემა საჩუქრად დიდი არაფერი. მაგრამ მიხვდებით რომ ჩვენი გავუნდები. აჰა, წრევებს უშვებს. 1 და 5-ზე ვაყენებ. წამო აკოც ნახოთ რას აკეთებს. ოი საფასურობა. ნო, აკოს პირველი გამოცდა არის. თავისი ახალი მანქანით. მას არ არის აკო. არ არის აკო. აკო. აბა. განცვიფრებაა ვეძლევი. და ყველაზე უკვე ამის შესაბამისი ხელსაწყოები კარგები. ხელის ნახდია ხო ის. აი. ნუ დაუდაუჩიე. ეს აგრძელებს, აი, ახალი წელი ჯერ არ მოშიდა, მაგრამ მალე იქნება. აბა, რაღაც თქმა გინდოდა. ხო. გამოიწერეთ ჩვენი არხი, ხალხო. და სანამ გვეჩხუბებით რომ ამ გასვლის შესახებ რატო არ დაიდოო და შემდეგო აკოს მანქანა მყავს პირველად წამოყვანილი. უნდა გავტესტოთ, ამიტომ ეს არის დახურული გასვლა. სულთლად დახურული, მარტო ორი მანქანით ვართ. და ჩემ მანქანას კი არ წამოყვანის. ხო, ნიკოლაუსაც კი უმანქანოთ დავტოვეთ. სანამ მაგაზე არ გვეჩხუბოთ. მაგრამ ნაცვლად მაგისა დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და გამოიწერეთ არხი. შპაკლი. ნახდია. ნახავთ ეხლა ავივლით და ვცდით, კი ნახავთ ეხლა ჩვენც ნახავთ, თქვენც ნახავთ რა იქნება ზემოთ. იმედი გვაქვს რომ რაღაცა ისეთი გზა იქნება. რაღაც ძალიან გამარტივდა გზა აქ. წლების წინ გაცილებით უფრო ისეთი იყო საინტერესო, გაცილებით რომ საინტერესო დაბრკოლებებით. ეხლა უფრო მარტივია, მაგრამ სილამაზეები გველოდება. აბა დამადაბლებელი აქ როგორ ერთება ნახე. всё, სულ ეს არის? არ არის რა, დგა რაღაც საჭირო. თავი დაიძრა ეხლა. აღმართებია და ამიტომ გადაცემათა კოლოფმა რო არ იწვალოს, მანქანა არ იწვალოს. ჩართი დამადაბლებელი და იღიღინე ნელა. მარგე გაიქცა ოღონდ. აი ხლა არის. და ანანოს არ ვიცი, მაგრამ პირველი თოვლის ნაბიჯები გამოჩნდა. ამ დროს უკან არ უნდა მიყვეს იცის ეგ, მაგრამ ავიწყდა. ავიდა ერთი, მოდის მეორე. ამას აქ ფაფასუა რეჟიმი ხა ჩართული წინ არ ჩანს, მაგრამ მონიტორზე აქ ჩართული თვლების საითარი მოხვეული, გეუბნება საჭეს ისე ვერ ხდება. აი ეგრე შეება რა კომფორტი ხავს აზარმაცებს. წად. ესეთ თოვლიან ტყეში შედის გზა. ყველაფერი ჩანს ხო? ეს ვერ ხედავ.
საუკეთესოა. აი მარგე მოდის ყინულებში. შენიერია. მოდის მარგე, აქ პატარა დიაგონალები ერთი შევხედოთ. გვაინტერესებს წინა მხარის, ან წინა ხიდის დაკიდება. როგორ გაიშლება? მაგას გულისხმობთ, რადგან ამას კადესესი არ აქვს. აკოს აქ, აკო წამოდი. აკოსთან რა განსხვავება რამეს დაინახავთ. წინა თვალი უფრო ქვემოთან ჩამოვიდეს, მე მგონი, ეგერეც მოხდა. ეს კადესესის უპირატესობა რაც არის, ჯერჯერობით რაც შევამჩნიეთ. ესეთ დაბალ სიჩქარით მოძრაობის დროს. როცა წინა მხარე არის მოშვებული. ეს მშრალი ამორტიზატორი, რასაც ეძახიან, ეგ არის თავისუფალი მოშვებულია და გეგონება არაყენიაო და აძლევს საშუალებას, რომ წინა მხარე უფრო მეტად არტიკულაცია უფრო დიდი იყოს. იარონ ესე ძაღლებს რო შეირნებენ. გააგრძელეთ ცოტა ხანი. ეს თამყარნა. ხო, კაია, გაჩერდით, ახლა მეც უნდა წამოვიდე. აბა გამოვიდე.
ისაც ტბა. ნახე რა. გამზადილია. მიმიშო. მაშინ უნდა ჩავიდეთ. რატონდა? ამითი ვარ წამოსული, ამით გამისწრდება. ნახე რა. შენი მარიაჟი. ან საუკეთესო ან არაფერი. მერსედესი ვიტყვა რა. აუ აკო ლექსუსნი პაწერაი ბიჭო აუ ნახე როგორ კაცათი ყურება უკვე ნელ-ნელა გახსნა ეხსნება ნელ-ნელა არა ზატოდა დაპალია მიშტე ფაფასუა ზონა აი მოყევი ბარემ ეხლა შენი შთაბეჭდილებები თან ეხლა მე მგონი ისმის მიკროფონი არა გვაქვს მაგრამ ვიღაცას დარჩა თუ წამოიღე და წამოიღე მიკროფონი აუ მონქანაში ინდა მოხდა არა უსავს ისმის რა მოყევი მიდი უცებ დაბალია დასალიფტია ო წინა მხარე ძალიან დაბალია ანუ თუ გინდა ესე სიარული ვუტყავდი გამიგე დუბ 1 2 3 4 გასცხე შენ არა გაკდა შენ არა გაქვს ეგ ვორც მაქვს მაგრამ არც წინა წამომიდია არაფერი არა გაქვს რა უნდა წამოსდო არაფერი არ მაქვს და არც წამომიდია დალიფტული ხარ შენ თან დალიფტული ხარ ფაფასუა ზონა საბურავები კი არ მიყენია დალიფტული ხარ და ზომას საბრალდი უყენია კაპრადოა ბიჭო ან თუ გინდა ეს სიარული მაინც ასაწევია რა ქარხნად ვერ დატოვებ ესე მოდი მაინც ეს დავამატე ბოდის ჩაგეჭრე ბიჭო კახისის ტბაზე იმ გზიდან რომ ამოხვალ ხა სტანდარტული მანქანით ეგ იმას მეტყობს რომ კახისის გზა გააფუჭეს ამ ვიღაცა გვიტყოდი კაიაო რომ რემოვიდა არა კახისის და გააფუჭეს ანუ რო მარტივი გზა რო არის მაგით მაგრამ შენ როგორ შენ ხო იჯექი როგორ მოგეწონა როგორ და არა კომფორტულია რომ ეხა udavot რა იმიტომ რომ სალონში რა ხმა არა ხმა როგორ გზაზე მოდიხარ გადმოუხარ ახაც ეგრე მოდიხარ ბიჭო Toyota რა ხონთ უკეთესი რაც არის ო კადენსესი იყო მოგეწონა ადგილებში ბიჭო რაღაც მომენტებში ახისტებს მე აი მგონია რომ ახისტებს ხო მაგრამ კარგად მუშაობს ანუ ხო იშლება და რაღაცა მაგრამ აი რაღაც მომენტში მანქანა ისე გადაირწევა გადმოირწევა და ეთყობა მაგას გონია რომ მოჭიმოს ეხლა და ანუ დაიჭერს ო რა ან პროპორცია დატვირთვის პროპორცია ო ნელა ბიჭო რა პროპორცია მაგის ჩართებობა ფესი უნდა აშენო საკუთარი თავისთვის ეს გვილაგია სკამები მინდა ხო კაი ამინდია მამასობაში მოდი ხა გავაგრძელოთ და დათვალიერება უკვე არის საბურავების კვალი არის მოთეს ჩაყინულია დღევანდელი არ არის ტბის ზედაპირი არის ცირედით მოყინული აქ ბალახიც ჩანს რა იბაზრებ ჩამწერეო კაი მაინც ჯერ ტბას განახებთ რა უნდა განახოთ დრონით გადავფრინოთ უფრო ლამაზი იქნება კი არასდროს გადაგვიღია მოდი ამას გადავიღებ მარგე აწყობს თავის მაგიდას აქ ეხმარება აქ რაღაც სკამები ამოალაგეთ ჩანთები პატარა მაგიდა და ეხლა ეს პატარა სამზარეულო უნდა მოვცხო. გადაღებაზე მოდიოთ, ცუდები არ ელაპარაკოთ. ესე იგი, სუფრას აუცილებლად უნდა კონდეს თან თონის პური, ეს ლობიანი და ხაჭაპური გემოვნებით. ეს ცოტა მცირე სასმელი, ბევრი არ არის. კიტრი პომიდორის სალატი აუცილებლად და ხალხი გვაქვს წვადისთვის. იმ კახის რასაც წოდით, მარტო გიორგიულ ჩაის ყარები. საწებელა და რაღაცეები. ეს არის ძირითადი ინგრედიენტი. მე ნელ-ნელა კიდე განახერხეთ. ესე იგი მიდის ახლა ფუდბლოგერობას აგრძელებს. ხო, ფუდბლოგერობა მიდის ახლა წვადის აცმა. ხო.
ასე სრულდება ჩვენი პატარა პიკნიკი. ნაგავი ავკრიფეთ. დავტოვოთ ხოლმე საჭმელის ნაწილი, რომელიც შეიძლება ცხოველმა ან ნადირმა შეჭამოს, დანარჩენს ავალაგებთ ახლა და წავალთ უკვე სამშვიდობოსკენ. გზაში თუ რამე საინტერესო მოხდა, გადავიღებთ. ნუ კარგად აიღებ? აი სამშვიდობო გეგონება ის არის. ეხლა გაყინულია ნიადაგი, შეიძლება გაგვიცუროს. დააცუროს. წავედით. სანამ ბარგდებით, მარგემ თავიდან თქვა სიტყვა მააქო და ხო, არ მოთხოვინა. ანუ მინდა დავამატო განსაკუთრებულად გამოვყო დღევანდელ დღის მდგომარეობით საბურავები, რომელიც გვიყენია. ბლიზაკები, ანუ მე რაღაც შედარებით ძველი მოდელი მიყენია. მეორე მოდელი მიყენია, აკოს მესამე, DM2 და DM3. ძალიან კარგად იმუშავა. პრაქტიკულად, ანუ არსად არ დამჭირდება გაზის, ანუ ინერციით როგორც მიდიოდა ნელ-ნელა, არანაირი გაზის დამატებები არ მოჭირებია, მოცურება 0, ყველგან ვიარე ძალიან კარგად. მათ შორის ყალახებში კი ცუდად დადის, მაგრამ ერთი-ორი მონაკვეთი გავიარეთ. ამიტომ ლაიქი მაქვს საბურავებს პირადად ჩემგან. ესეთ პირობებში თლათ ესე არ მივიდა ამ საბურავი და მაგიტო გავუცხადე. გეგონა ბლიზაკის შემოტანი იყო. არა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ვინც არის ის ნახავს ამ ვიდეოს. და ისე დოქტორები ბიჭებს. რაღაცა ვწვალობთ, რაღაცა, რა ქვია. ორი კაპიკი რაღაცა. აკო გააბლაზეს და ბლიზაკ, ბრიჯსტონი. მაგრამ ეგაც ვთქვათ რა. მაგრამ შენ მაგის რევი ხო გაკეთებული. ანუ ბლიზაკი არის უფრო აგრესიული ყინვის, არა, ბლიზაკის ეს სერია კონკრეტულად. მოდი ბლიზაკზე რამოდენიმე მოდელი აქვს. კი. და ეს კონკრეტული არის აგრესიული ზამთრის მქონე. ლიპუჩკებს რო ეძახიან ეგ არის. ხო, თორე ყველა ბლიზაკი ის ბლიზაკი არა, ვისაც წარმოუდგენია რა არის. ნახატი უნდა დავაკვირდეთ, აი ამის ნახატით, ჩემი ნახატით არის ეგეთი, რომელიც გამოიყენება განსაკუთრებულად. ეს არის შედარებით ახალი მოდელი. ეს არის DM-V 3 მოდელი, ჩემი არის DM-V 2 მოდელი. ის ძალიან დიდი ხანი გამოდიოდა და ძალიან ბევრმა იცით როგორია და რანაირია. მე არ ვიცი, აბა რა განსხვავება. ეს რევიუ არის უბრალოდ ის იყო რა რელიეფზე რა საბურავი უნდა დააყენოს. ესეთი არის. ეს მოკლედ ძალიან მოკლედ. მე ვრცელ რევიუს რა თქმა უნდა ამ საბურავზე და იმ საბურავზე ჩავწერთ, თქო გავიართ 1000 კილომეტრი და 10,000 თოვლს სამმა გაიარო ეხა, მაგრამ მომდენიმე ზამთარში. ერთი 4 წელიწადში მოუწევს. არა, ეხა მოუწევს სვანეთი როგორც მინიმუმ, ხო? სვანეთიც მოუწევს კიდე. და ნახოთ რა მე უკვე 3000 მინიმუმ ექნება რა. ასე რომ დაგველოდეთ. დავიდეთ. წავედით უკან, მივდივართ ნელ-ნელა გუნდებით ბაკუბიანი ბორჯომისკენ. აი ესეთი გზა არის, ნაშვება ყო აბიცი. გადაიტეხნა მეგობრებს. მარიამის სახე. აი, მარიამის თვალები შეშინა. არა, კარგი. ლაპში ჩახტა. და ჩვენ ჩაბულაკოს. ეს არის ცუდი მონაკვეთი. სადაც არის დამრეცი ადგილი და ჩქარა უნდა გაიაროთ, აი როგორც აკო მიდის, რომ არ დაგაცუროთ დაბლა. აი შედავთ როგორ ხნა. ციცი ჩემო. აგრე უნდა ვქრათ ახლა ჩვენც. თავია არ ჩვენ არ დავუწუროს. გოგოწურა. ისე ხარ ისე. მგონი შეიცვალა ამასობაში აქ მდგომარეობა და უკან როგორ ვრუნდებით ხოლმე ის გზა ბევრად უფრო გაუარესებულია ვიდრე რითიც ამოდივართ ხოლმე. თავიდან ის იყო რთული გზა და ეხლა აშკარად ძალიან არის გაფუჭებული ხაურობა, ანუ განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში სულ მოლეკულია თუ ვინმე აპირებს წამოსვლა პოინტს რო იცოდეთ და ქვები არის მოთხრილი კიდევ უამრავ. აი ესეთი წუნჯას არ ჩანს. ოთკან კარგად არ ჩანს, მაგრამ ნუ სიტყვაზე გვენდეთ რას ვხედავთ. კიდევ მარტივად ამოვს.
მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი გასვლა სულ ეს იყო. ყველას მადლობას გიხდით ყურებისთვის. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, კითხვების შემთხვევაში დავკომენტაროთ. აბა დროებით.